ცოცხალი ორგანიზმია. მართალია არ ლაპარაკობს, სუნთქავს. შემდეგ კვება უნდა, წამალი უნდა, ყველაფერი უნდა. შენ თვითონ უნდა მიხვდე მას რა უჭირს. მოოფერებაც უნდა. მე გახლავართ ლალი გოგინავა, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საერთაშორისო ექსპერტი, ვარ ლექტორი, ყავს 2 შვილი, ქალვაჟი და 3 შვილიშვილი. ახლა მე რო ჩემი წლოვანება გითხრათ ძალიან გაგიკვირდებათ. როგორც მიყურებთ, აი იმ წლოვანების უნდა შემაფასოთ. სენაკში დავიბადე, იქ დაამთავრე საშუალო სკოლა, ბავშვობა მქონდა ლაღი. იმიტომ რომ თუ სადმე წრე და რამე იყო ყველგან ტრიალებდი მე. ცეკვის წრე, ხატრული კითხვის წრე, გუნდში კაცვიდე კიდე კაცვხეროდი, მაგრამ ყველაზე მეტად ცეკვა მიყვარდა. ჩემი მეუღლე გარდაიცვალა 20 წლის წინ. თუ რამე ჩემში დადებითია, ეს შევითებურის დამსახურება. ის ყოველ წუთშია ჩემთან ერთად. დღეს კიდევ ერთხელ დიდ მადლობას ვუხდი იმისთვის, რომ მე მისი მეუღლე ვიყავი და მის გვერდით გავატარე 30 წელი. მე ძალიან ბევრს მოძრაობ. ფერმერთან რომ მივდივარ, ფერმერს აქვს 6-7 გექტარი მიწის ნაკვეთი და იგაშენებული ბაღი. მე ყველა ხესთან, თითქმის ყველა ხესთან უნდა მივიდე. ეს აუცილებლობას წარმოადგენს. აჭრელებულია. ეს არის რისი, იცით? ეს არის მცენარის კიბოს ნიშანი. მე 8 საათის შემდეგ არასდროს არაფერს არ მივირთმევ. იმიტომ რომ მე უნდა ჩემმა ორგანიზმმა უნდა დაისვენოს. 7 საათზე ყოველთვის ფეხზე ვარ. ხილი და ბოსტნეული მიყვარს. მაგრამ აუცილებლად ყოველთვის ვცდილობ რომ ბიო მოყვანილი ხილი და ბოსტნეული მივირთო. მიწასთან ურთიერთობა და მცენარეებთან ურთიერთობა ეს არის ძალიან დიდი თერაპია. სიცოცხლე მიხანგრძლივდება. თვითონ მცენარესთან მისვლისას, როცა მათ უყურებ რომ რაღაცაში ვეხმარები, ისინი გამომყავს მდგომარეობიდან, ეს მე მიხანგრძლივებს ცხოვრებას. მე ძალიან ბედნიერი ვარ რომ ეს პროფესია ავირჩიე. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, მე რამდენი მეგობარი მყავს. ჩემი სტუდენტები ყველა ჩემი მეგობრები არიან. ჩემი ფერმერები, რომელთანაც მთელ საქართველოსა ვარ მოდებული, ჩემი მეგობრები არიან. მინდა რომ კარგი აგრონომები გამოვიდნენ, იმიტომ რომ დღეს ძალიან გვიჭირს სპეციალისტები. გვიჭირს სპეციალისტები, თან პრაქტიკოსები. მე მიყვარს ადამიანები, მე მიყვარს ხალხი. მე მიყვარს ხალხთან ურთიერთობა. ეს ჩემი ღიმილიანი სახე, სიყვარულით ნათქვამი ყოველი სიტყვა, ეს მაახლოებს ადამიანებთან. ქალურობა ყოველთვის უნდა შეინარჩუნო. ეს მარგალიტები მე მარტო ძილის დროს არ მიკეთია. მუშაობ მიწასთან და მაქვს საქმე ტალახიანი ხელებით, მაგრამ მარგალიტი უნდა მქონდეს აუცილებლად. ეს არის ჩემი ერთ-ერთი ჯანმრთელობის ხარისხის ამამაღლებელი იცოდეთ. მე იცი რამდენი მარგალიტის ბძივი მაქვს? ყველა მარგალიტის ბძივს შევქმნის საქართველოში, იმიტომ რომ იცი ამ გიждები. მე ამბეჭდეთ მიწასთან ურთიერთობის დროს არ მიხსნე. მიკეთია ეს, ყველაფერი მიკეთია მე. მე მიყვარს სამკაული და რა ვქნა. ამის გარეშე როგორც ქალს ჩემ თავს ვერ წამოვიდგენ. ჩემი დარჩენილი ცხოვრება მინდა ყოველი წუთი, ყოველი წამი გამოვიყენო იმისთვის, რომ გამოვადგე პირველ რიგში ჩემ ოჯახს, ჩემ შვილებს, ჩემ შვილიშვილებს და გამოვადგე ქვეყანას. მე ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა და ყოველთვის ვცდილობ, რომ უანგაროდ მინდა ვემსახუროთ. ამიტომ ბოლო ამოსუნთქვამდე ჩემი ქვეყნისთვის ვარ.